მოციქული პავლე ქრისტიანობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. თავიდან მას სძულდა ადრეული ეკლესია, მაგრამ დამასკოსკენ მიმავალ გზაზე იესოსთან შეხვედრის შემდეგ ის ქრისტიანობის უდიდესი გამავრცელებელი და მისი მნიშვნელობის ინტერპრეტატორი გახდა. რომის იმპერიის სხვადასხვა ეკლესიებისადმი მიწერილ წერილებში პავლე განმარტავდა ქრისტიანული სარწმუნოების ფუნდამენტურ პრინციპებსა და შეხედულებებს, როგორ გადავრჩეთ, რა არის ღვთისწყალობა, როგორ ვიცხოვროთ სწორად და რა არის ეკლესია. პავლეს წერილები ახალი აღთქმის უმეტეს ნაწილს იკავებს და მისი სწავლებები დღემდე განსაზღვრავს ქრისტიანების რწმენას და ცხოვრების წესს. ის წერდა იმ ადამიანებს, რომლებიც განიცდიდნენ დევნას, მორალურ დაბნეულობას, სრულ სწავლებებს ებრძოდნენ და იბრძოდნენ თავიანთ თემებში. მისმა სიტყვებმა სიცხადე, შესწორება, მხარდაჭერა და მიმართულება მოიტანა. რაც მთავარია, მან დიდი სიცხადითა და ძალით განმარტა სახარების არსი. პავლეს სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი იდეალურად აერთიანებენ ღრმა აზროვნებას, თეოლოგიას და პრაქტიკულ ცხოვრებას. ის ყოველთვის ასწავლიდა, რომ ის, რასაც ჩვენ ვწამვართ, უნდა შეცვალოს ჩვენი ცხოვრების წესი. მისი წერილები მოგვიწოდებენ რწმენისკენ, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ვლინდება ქმედებებით, დაფუძნებულია ღვთის უანგარო მადლზე და გამოიხატება სიყვარულით, სიწმინდითა და მსახურებით. ამ მიმოხილვაში განვიხილავთ პავლეს 10 ძირითად გაკვეთილს, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს. ეს გაკვეთილები ქრისტიანული ცხოვრების გულია. ისინი გვამოწმებენ, გვამხნევებენ და გვეხმარებიან იესოსთან უფრო ერთგულად ცხოვრებაში. დიდი ხანია რწმენაში ხართ თუ ახლა იწყებთ, ეს ჭეშმარიტებები არის ცხოვრების საფუძველი, რომელიც სიამოვნებს ღმერთს და სახარებას უცხადებს მსოფლიოს. პირველი სწავლება. ხსნა არის მადლით, რწმენით და არა საქმეებით. პავლეს თეოლოგიის ფუნდამენტური ჭეშმარიტება მოცემულია ეფესელთა 2:8-9-ში, რადგან მადლით ხართ გადარჩენილები რწმენით და ეს თქვენგან არ არის, ეს ღვთის ნიჭია და არა საქმეებით, რათა არავინ დაიკვეხნოს. ეს არის ქრისტიანული სახარების ქვაკუთხედი. პავლე აბსოლუტურად ნათლად აცხადებს, რომ ხსნა არ შეიძლება დაიმსახურო, მიღწეული ან მოპოვებული იყოს ადამიანის ძალისხმევით. ეს არ არის რელიგიური რიტუალების, მორალური საქმეების ან კეთილი საქმეების შედეგი. ხსნა არის ნიჭი, რომელიც თავისუფლად არის მოცემული ღვთის მადლით და მიღებულია იესო ქრისტეს რწმენით. მადლი ნიშნავს დაუმსახურებელ კეთილგანწყობას. ეს არის ღმერთი, რომელიც გვაძლევს იმას, რასაც არ ვიმსახურებთ. ჩვენ მკვდრები ვიყავით ჩვენს სოდვებში, განცალკევებულნი ღმერთისგან და იმედის გარეშე. მაგრამ ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულითა და წყალობით გამოგზავნა თავისი ძე, რომ ჩვენთვის მომკვდარიყო, სანამ ჩვენ ჯერ კიდევ ცოდვილები ვიყავით. ხსნა ღვთის საქმეა დასაწყისიდან ბოლომდე. რწმენა არის ხელი, რომელიც იღებს საჩუქარს. ეს არის მხოლოდ ქრისტეს ნდობა მიტევებისა და მარადიული სიცოცხლისთვის. რწმენა საკუთარი თავისგან ბრუნდება და იესოსკენ, ჩვენი რწმენის წინამძღოლისა და დამასრულებლისკენ იყურება. ის აღიარებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავის გადარჩენა და იკვრება მას, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება. პავლე ხაზს უსვამს, რომ ეს ხსნა საქმეებით არ არის, რათა არავინ დაიკვეხნოს. თუ ჩვენ შეგვეძლო ხსნის მოპოვება, გვექნებოდა ტრაბახის საფუძველი. შეიძლება ღვთის წინაშე ჩვენი მდგომარეობისთვის დამსახურება მიგვეღო, მაგრამ მადლი გამორიცხავს ყოველგვარ ადამიანურ ტრაბახს. ჯვრის ძირში მიწა ბრტყელია. ყველამ შესცოდა. ყველა ჩამორჩება ღვთის დიდებას. ყველას სჭირდება მხსნელი. და ყველა, ვინც ქრისტესთან რწმენით მოდის, მხოლოდ მადლით არის გადარჩენილი. ეს სწავლება რადიკალურად ცვლის ჩვენს მიდგომას ღმერთის მიმართ. ჩვენ არ მოვდივართ ჩვენივე მიღწევებით ან რეზიუმეთი. ჩვენ ხელცარიელები მოვდივართ, ვაღიარებთ ჩვენს საჭიროებებს და ვენდობით მის ხსნას. ეს ჭეშმარიტება გვათავისუფლებს ღვთის წყალობის მოპოვების მცდელობის ტვირთისგან და გვავსებს მადლიერებით იმ ხსნისთვის, რომლის დამსახურებაც ვერასდროს შევძელით. მეორე სწავლება. ჩვენ ქრისტეს რწმენით ვართ გამართლებულნი. რომაელთა 3:23-24-ში პავლე წერს, რადგან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, უსასყიდლოდ გამართლებულნი მისი მადლით ქრისტე იესოში გამოსყიდვით. გამართლება იურიდიული ტერმინია, რომელიც ნიშნავს მართლად გამოცხადებას. ეს არის ღვთის ქმედება, რომელიც ცოდვილს ქრისტეს მსხვერპლზე დაყრდნობით მართლებად აცხადებს. როდესაც ჩვენ იესოს ვწამთ, ღმერთი უბრალოდ არ უბულებელყოფს ჩვენს ცოდვას. ის ჩვენს ცოდვას ქრისტეს გადასცემს, რომელმაც იკისრა ჩვენთვის დამსახურებული სასჯელი და ქრისტეს სიმართლეს გადასცემს ჩვენ. ეს დიდი გაცვლაა. ქრისტემ აიღო ჩვენი დანაშაული. ჩვენ ვიღებთ მის სიმართლეს.
ჩვენ ღვთის წინაშე არა ჩვენივე დამსახურებით ვდგავართ, არამედ იესო ქრისტეს სრულყოფილი სიმართლით შემოსილნი. სწორედ ამიტომ შეუძლია პავლეს თქვას, რომ ჩვენ უსასყიდლოდ ვართ გამართლებულნი მისი მადლით. ჩვენთვის ეს არანაირი ხარჯი არ არის, რადგან ქრისტემ ყველაფერი გადაიხადა. გამართლება არ არის პროცესი. ეს არის გამოცხადება. როგორც კი ვირწმუნებთ, ღმერთი გვაღიარებს მართლებად. ჩვენი სტატუსი მის წინაშე მყისიერად იცვლება. ჩვენ აღარ ვართ განკითხულნი. ჩვენ გვეპატიება, მიღებულები და გვიყვარს, როგორც მისი შვილები. ეს სწავლება მორწმუნეებს წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას ანიჭებს. ჩვენი მდგომარეობა ღვთის წინაშე არ არის დამოკიდებული ჩვენს ქმედებებზე. ის დამოკიდებულია ქრისტეს სრულყოფილ საქმეზე. ჩვენ არ ვართ გამართლებულნი ჩვენი მცდელობებით, ვიცხოვროთ კარგი ცხოვრებით. ჩვენ ვართ გამართლებულნი იმ ადამიანის რწმენით, ვინც ჩვენთვის სრულყოფილი ცხოვრება იცხოვრა და მოკვდა იმ სიკვდილით, რასაც ვიმსახურებდით. პავლე რომაელთა მიმართ თავისი წერილის მნიშვნელოვან ნაწილს ამ ჭეშმარიტების გამჟღავნებას უთმობს, რადგან ის ყველაფრის ცენტრშია. თუ რწმენით გამართლებას ვერ შევძლებთ, სახარებას ვერც კი მივახცევთ. მაგრამ როდესაც ამას ვხვდებით, ღმერთთან მშვიდობას ვპოულობთ, დანაშაულისგან თავისუფლებას და მადლიერებითა და მორჩილებით სავსე ცხოვრების საფუძველს. მესამე სწავლება. ქრისტეში მყოფთათვის მსჯავრი არ არსებობს. რომაელთა 8:1 აცხადებს ერთ-ერთ ყველაზე განმათავისუფლებელ ჭეშმარიტებას მთელ წმინდა წერილში. ამიტომ ახლა მსჯავრი არ არის მათთვის, ვინც ქრისტე იესოშია და რომლებიც არა ხორციელად დადიან, არამედ სულით. მსჯავრი ნიშნავს განკითხვას და სასჯელს. ქრისტესთან მისვლამდე, ჩვენი ცოდვის გამო ღვთის სამართლიანი მსჯავრის ქვეშ ვიყავით. დამნაშავეები ვიყავით და სასჯელი სიკვდილი იყო. მაგრამ როდესაც რწმენით ქრისტესთან ვართ შეერთებული, ეს მსჯავრი მოხსნილია. იესომ ჯვარზე აიღო ჩვენი მსჯავრი. ეს მუხლი არ ამბობს, რომ ნაკლები მსჯავრი არსებობს, ან რომ ის შემცირებულია. ის ამბობს, არ არსებობს მსჯავრი. არანაირი. ნული. მათთვის, ვინც ქრისტე იესოშია. განაჩენი არის უდანაშაულოები. ჩვენ სრულად მიტევებულები ვართ, სრულად მიღებულები, მარადიულად დაცულები. მტერს უყვარს მორწმუნეების წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება. ის ჩურჩულებს ტყუილებს ჩვენი ღირებულების, ჩვენი წარუმატებლობისა და ღვთის წინაშე ჩვენი მდგომარეობის შესახებ. მაგრამ პავლეს სიტყვები აჩუმებს ყველა ბრალდებას. თუ ღმერთმა გაგვამართლა, ვის შეუძლია ჩვენი მსჯავრი? თუ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და აღდგა, ვის შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ ბრალდება წაგვიყენოს? პასუხი: არავის. ეს არ ნიშნავს, რომ მორწმუნეები არასდროს განიცდიან განკითხვას. სული წმინდა გვამხილებს ცოდვაში, რათა მონანიებისა და აღდგენისკენ მიგვიყვანოს. მაგრამ განკითხვა განსხვავდება განკითხვისგან. განკითხვა გვაბრუნებს ღმერთთან. განკითხვა სირცხვილითა და შიშით გვაშორებს. განკითხვის გარეშე ცხოვრება ყველაფერს ცვლის. ის გვაძლევს თავისუფლებას, სწრაფად ვაღიაროთ ცოდვა იმის ცოდნით, რომ წყალობას ვიპოვით. ის გვაძლევს ძალას, ვემსახუროთ ღმერთს სიყვარულით და არა შიშით. ის გვაძლევს თავდაჯერებულობას, თამამად მიუდგეთ ღვთის მადლის ტახტს იმის ცოდნით, რომ მიღებულნი ვართ როგორც საყვარელი შვილები. ეს სწავლება არ არის ცოდვის ნებართვა. პავლე ნათლად განმარტავს, რომ ისინი, ვინც ქრისტეშია, სულით დადიან და არა ხორციელად. ჩვენ სიწმინდისკენ ვართ მოწოდებულნი. მაგრამ სიწმინდისკენ ჩვენი სურვილი მადლიერებიდან მომდინარეობს და არა ჩვენი ხსნის დაკარგვის შიშიდან. ჩვენ დაცულები ვართ ქრისტეში და ეს უსაფრთხოება გვაძლევს მოტივაციას, ვიცხოვროთ მისი დიდებისთვის. მეოთხე სწავლება, სახარება არის ღვთის ძალახსნისთვის. რომაელთა 1:16-ში პავლე წერს, რადგან არ მცხვენია ქრისტეს სახარების, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნისთვის ხსნისთვის, ჯერ იუდეველის და შემდეგ ბერძენის. პავლეს არ რცხვენოდა სახარების, მიუხედავად იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის ამბავი ბერძნებისთვის სისულელე იყო და იუდეველებისთვის დაბრკოლება. მან იცოდა, რომ სახარება, თუმცა სამყაროსთვის სუსტი და სულელური ჩანდა, სინამდვილეში ღვთის ძალა იყო. სახარება არ არის მხოლოდ კარგი რჩევა. ეს არის სასიხარულო ამბავი. ეს არ არის მორალური პრინციპების ან რელიგიური რიტუალების ერთობლიობა. ეს არის განცხადება იმის შესახებ, რომ ღმერთმა ისტორიაში იმოქმედა ცოდვილთა გადასარჩენად იესო ქრისტეს სიცოცხლით, სიკვდილითა და აღდგომით. და ეს უწყება ღვთაებრივ ძალას ატარებს. როდესაც სახარება იქადაგება, ის ცარიელი არ ბრუნდება. ღვთის სული მოქმედებს სახარების ქადაგების მეშვეობით, რათა დაარწმუნოს, განაახლოს და გარდაქმნას გულები.
სახარებას აქვს ძალა გადაარჩინოს ყველაზე ცოდვილები, განკურნოს გატეხილები და მისცეს იმედი უიმედოებს. ის არღოს და მოკიდებულების ჯაჭვებს, ათავისუფლებს ტყვეებს და სინათლეს მოაქვს ყველაზე ბნელ ადგილებში. პავლე ხაზს უსვამს, რომ ეს ხსნა ყველა მორწმუნისთვის ხელმისაწვდომია. სახარება უნივერსალურია თავისი ხელმისაწვდომობით. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი რასით, ერით ან სოციალური კლასით. ებრაელი და წარმართი, მდიდარი და ღარიბი, მონა და თავისუფალი ყველას შეუძლია გადარჩენა ქრისტეს რწმენით. ეს სწავლება გვახსენებს, რომ არასდროს არ უნდა დავაკნინოთ სახარება. სამყაროში, რომელიც ძალა უფლებას რიტორიკით, სიმდიდრით, პოლიტიკით ან ადამიანური მიღწევებით ეძებს, ღვთის ძალა მარტივ უწყებაში ვლინდება, ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაკრძალეს და აღდგა. ეს უწყება ცვლის ცხოვრებას. ის გარდაქმნის საზოგადოებებს. ის თავდაკირა აყენებს სამყაროს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, თამამად და ურცხვად ვაქადაგოთ ეს სახარება. ჩვენი საქმეა, ერთგულად გავავრცელოთ იგი და ვენდოთ ღმერთს, რომ შეასრულებს თავის საქმეს. მეხუთე სწავლება. ჩვენ ახალი ქმნილება ვართ ქრისტეში. 2 კორინთელთა 5:17-ში პავლე წერს, ამიტომ თუ ვინმე ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა, ძველი გარდაიცვალა, აჰა, ყველაფერი ახალი გახდა. როდესაც ქრისტესთან მივდივართ, ჩვენ უბრალოდ რელიგიურ ტრანსფორმაციას ან მორალურ გაუმჯობესებას არ განვიცდით. ჩვენ ფუნდამენტურად ვიცვლებით. ჩვენ ახალი ქმნილება ვხდებით. ძველი ცხოვრება, რომელიც ხასიათდება ცოდვითა და ღმერთისგან განშორებით, გარდაიქმნება. იწყება ახალი ცხოვრება, რომელიც აღინიშნება სიმართლითა და ღმერთთან ზიარებით. ეს ტრანსფორმაცია არ არის ის, რასაც ჩვენივე ძალისხმევით მივაღწევთ. ეს სულიწმინდის საქმეა. ღმერთი არ ცვლის ძველ ბუნებას. ის გვაძლევს ახალ ბუნებას. ჩვენ ხელახლავი ბადებით, ცოცხლდებით ქრისტეში. ძველი რამ, რომელიც გარდაიცვალა, მოიცავს ჩვენს ძველ პიროვნებას, ჩვენს ძველ ბატონს და ჩვენს ძველ ბედისწერას. ჩვენ აღარ განსაზღვრავთ ჩვენს წარსულ ცოდვებს, წარუმატებლობებს ან სირცხვილს. ჩვენ აღარ ვართ ცოდვის მონები. ჩვენ აღარ ვართ განწირულნი განკითხვისთვის. ქრისტეში ჩვენ გვაქვს ახალი ვინაობა, როგორც ღვთისშვილები, ახალი ბატონი იესო ქრისტეს პიროვნებაში და ახალი ბედი მარადიული სიცოცხლე მასთან. ყველაფერი ახალი გახდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს გარემოებებში ყველაფერი მყისიერად იცვლება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, ჩვენი სულიერი მდგომარეობა და ჩვენი მარადიული მომავალი მთლიანად გარდაიქმნება. ჩვენ გვაქვს ახალი სურვილები, ახალი გრძნობები და ახალი მიზანი. რაც ოდესღაც გვიყვარდა, ახლა გვძულს. რასაც ოდესღაც უგულებელ ყოფდით, ახლა ვაფასებთ. ეს სწავლება იმედს აძლევს ყველა მორწმუნეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი წარსული. რაც არ უნდა ღრმა იყოს ცოდვა, ან რამდენად შორს წასული იყოს დაცემა. ქრისტეში თქვენ ახალი ქმნილება ხართ. თქვენი წარსული არ განსაზღვრავს თქვენ. თქვენი ცოდვა არ გაგანეიტრალებთ. ღმერთმა გაგხადათ ახალი და აგრძელებს თავის საქმეს თქვენში ქრისტე იესოს დღემდე. მეექვსე სწავლება. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიცხოვროთ სულით და არა ხორცით. გალატელთა 5:16 ამბობს, ამიტომ გეუბნებით, იარეთ სულით და არ აღასრულებთ ხორცის ვნებას. პავლე გვასწავლის, რომ ყველა მორწმუნე ცხოვრობს სულიერ ბრძოლაში ხორცსა და სულს შორის. ხორცი წარმოადგენს ჩვენს ცოდვილ ბუნებას, სურვილებსა და იმპულსებს, რომლებიც გვაშორებს ღმერთს. სული წარმოადგენს სულიწმინდას, რომელიც ჩვენში მკვიდრობს და მიგვიყვანს სიწმინდისა და მორჩილებისკენ. სულით სიარული ნიშნავს სულიწმინდის ძალასა და ხელმძღვანელობაზე შეგნებულ დამოკიდებულებაში ცხოვრებას. ეს ნიშნავს ჩვენი აზრების, სურვილებისა და ქმედებების მის კონტროლს და მორჩილებას. როდესაც სულით დავდივართ, განვიცდით მის ნაყოფს, სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, მოთმინებას, სიკეთეს, ერთგულებას, თვინიერებას და თავშეკავებას. პავლეს დაპირება ძლიერია, თუ სულით დავდივართ, არ შევასრულებთ ხორცის ვნებას. ცოდვაზე გამარჯვების გასაღები არ არის უბრალოდ უფრო მეტად ძალისხმევა ან ნებისყოფის გაზრდა. ეს არის სულისთვის საკუთარი თავის მინდობა და მისთვის ნებართვის მიცემა, რომ თავისი ცხოვრება ჩვენი მეშვეობით იმოქმედოს. ეს სწავლება ორ საშიშ უკიდურესობას ეწინააღმდეგება. ერთი მხრივ ზოგიერთი მორწმუნე ლეგალიზმში ვარდება, ფიქრობს, რომ მკაცრი წესებითა და თვითდისციპლინით შეუძლია ცოდვის დაძლევა. მეორე მხრივ ზოგი უმოქმედობაში ვარდება, ფიქრობს, რომ მადლი მათ თავისუფლებას აძლევს შესწოდონ შედეგების გარეშე. პავლეს სწავლება უკეთეს გზას გვიჩვენებს, სულით ცხოვრებას.
როდესაც სულით დავდივართ, ვიღებთ ძალას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ღმერთს სიამოვნებს. ჩვენ არ ვართ მიტოვებულნი, რომ ცოდვას საკუთარი ძალით ვებრძოლოთ. იგივე სული, რომელმაც ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა, ჩვენში ცხოვრობს და გვაძლევს ძალას, რომ დაუძლიოთ იგი. ეს სწავლება ყოველდღიურად მოგვიწოდებს სულიწმიდაზე დამოკიდებულებისკენ. ჩვენ არ შეგვიძლია ქრისტიანული ცხოვრება საკუთარი ძალით ვიცხოვროთ. ჩვენ გვჭირდება სულის ძალა, სიბრძნე და ხელმძღვანელობა ყოველდღე, ყოველ წამს. როდესაც მას ვემორჩილებით, ის შიგნიდან გარეთ გვცვლის. მე-7 სწავლება. სიყვარული უდიდესი მცნება და რწმენის ნაყოფია. 1 კორინთელთა 13:13-ში პავლე წერს, ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული, ეს სამი, მაგრამ ამათგან უდიდესი სიყვარულია. სიყვარული ძველი თარგმანებით ქველმოქმედება აქ გულისხმობს აგაპეს სიყვარულს, როგორც ის თანამედროვე ვერსიებში ითარგმნება. თავის წერილებში პავლე ხაზს უსვამს, რომ სიყვარული უმაღლესი სათნოებაა. სინამდვილეში ის ამბობს, რომ სიყვარულის გარეშე ჩვენი ყველა სულიერი ნიჭი, ცოდნა და მსხვერპლი უსარგებლოა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მჭევრმეტყველად, ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ, მთელი ჩვენი ქონება ღარიბებს მივცეთ და მოწამეებადაც კი მოვკვდეთ. მაგრამ თუ სიყვარული არ გვაქვს, ეს არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია ან გრძნობა. ეს არის მოქმედება. პავლე სიყვარულს აღწერს როგორც მომთმენს, კეთილს, არა შურს, არა ტრაბახს, არა ამპარტავანს, არა მკაცრს, არა ეგოისტს, არა გაღიზიანებულს, არა დანაშაულების ანგარიშს, ჭეშმარიტებით ხარობს, იცავს, ენდობა, იმედიანი და ურყევია. ასეთი სიყვარული თავად ღმერთისგან მოდის, რადგან ღმერთი სიყვარულია. როდესაც სულიწმინდით ვართ ავხსილნი, მისი სიყვარული ჩვენს გულებში იღურება და ჩვენ ვიღებთ ძალას, რომ გვიყვარდეს სხვები ისე, როგორც მან შეგვიყვარა ჩვენ. პავლე ასევე გვასწავლის, რომ სიყვარული ასრულებს რჯულს. რომაელთა 13:10-ში ის წერს, სიყვარული არავნებს მოყვას, ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა. როდესაც გულწრფელად გვიყვარს სხვები, ბუნებრივად ვემორჩილებით ღვთისმცნებებს. ჩვენ არ ვპარავთ მათ, ვინც გვიყვარს. არ ვატყუებთ მათ, არ ვზიანებთ და არ გვსურს ის, რაც მათია. სიყვარული ასრულებს იმას, რასაც რჯული მოითხოვს. ეს სწავლება მოგვიწოდებს გამოვიკვლიოთ ჩვენი ცხოვრება. პრიორიტეტს ვანიჭებთ თუ არა სიყვარულს ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს მსახურებასა და ჩვენს მოწმობაში? ვართ თუ არა მომთმენები და კეთილები რთული ადამიანების მიმართ? ვეძებთ თუ არა სხვების სიკეთეს, თუნდაც ეს ჩვენთვის ძვირი დაგვიჯდეს? გვიყვარს თუ არა ჩვენი მტრები და ვლოცულობთ თუ არა მათთვის, ვინც გვდევნის? სიყვარული ჭეშმარიტი მოწაფის ნიშანია. იესომ თქვა, რომ სამყარო ერთმანეთის სიყვარულით გაიგებს, რომ ჩვენ მისი მიმდევრები ვართ. პავლე ამ ჭეშმარიტებას თავის ნაწერებში იმეორებს. სიყვარული არჩევითი არ არის. ეს ქრისტიანული ცხოვრების არსია. მე-8 სწავლება. ტანჯვა შობს მოთმინებას, გამოცდილებას და იმედს. რომაელთა 5:3-4-ში ნათქვამია, და არა მხოლოდ ეს, არამედ ჩვენ ასევე ვამაყობთ გასაჭირით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შობს მოთმინებას, მოთმინებას, გამოცდილებას და გამოცდილება იმედს. პავლე არ ერიდება ტანჯვის რეალობას. ის აღიარებს, რომ მორწმუნეები ამ ქვეყნად განსაცდელებს, დევნას და სირთულეებს წააწყდებიან. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ტანჯვას ნებისმიერ ფასად აარიდონ თავი, პავლე გვასწავლის, რომ ღმერთი ტანჯვას იყენებს ჩვენი რწმენის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად. გასაჭირი შობს მოთმინებას, რაც ასევე შეიძლება ითარგმნოს როგორც სიმტკიცე ან გამძლეობა. როდესაც სირთულეებს ვაწყდებით და ვირჩევთ ღმერთს მათი მეშვეობით ვენდოთ, ჩვენი სულიერი გამძლეობა იზრდება. ჩვენ ვსწავლობთ მტკიცედ დგომას, მაშინაც კი, როდესაც გარემოებები რთულია. მოთმინება შობს გამოცდილებას, რაც ეხება დადასტურებულ ხასიათს. როდესაც ჩვენ ვიტანთ განსაცდელებს და ვმოწმობთ ღვთის ერთგულებას, ჩვენი ხასიათი ყალიბდება და მწიფდება. ჩვენ უფრო მეტად ვემსგავსებით ქრისტეს, რომელმაც ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება. და დადასტურებული ხასიათი შობს იმედს. ეს არ არის სურვილებით ფიქრი ან ბრმა ოპტიმიზმი. ეს არის ღვთის აღთქმებისადმი თავდაჯერებული ნდობა. რაც უფრო მეტად ვხედავთ ღვთის ერთგულებას განსაცდელებში, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ის დაგვიფარავს ნებისმიერ მომავალ განსაცდელში. პავლე ამბობს კიდეც, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გასაჭირით. ეს არ ნიშნავს, რომ ვტკბებით ან ვეძებთ ტანჯვას. ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებთ, რომ ღმერთი მოქმედებს ჩვენს განსაცდელებში და ახორციელებს რაღაც მარადიულს. ჩვენი ხანმოკლე ტანჯვა ქმნის მარადიულ დიდებას, რომელიც გაცილებით აღემატება ყველა შედარებას.
ეს სწავლება ცვლის ჩვენს ურთიერთობას ტანჯვასთან. იმის ნაცვლად რომ ვიკითხოთ, რატომ მემართება ეს, შეგვიძლია ვიკითხოთ, რას მასწავლის ღმერთი. როგორ მქმნის ის? როგორ შემიძლია ვენდო მას კიდევ უფრო სრულად? ტანჯვა ხდება ინსტრუმენტი მოსიყვარულე მამის ხელში, რომელიც გვამსგავსებს თავისი ძის ხატს. ჩვენ არ ვართ მოწოდებულნი მარტო ტანჯვისთვის. ღვთის სული გვამხნევებს. მისი სიტყვა გვამხნევებს და მისი ხალხი გვიჭერს მხარს. და ამ ყველაფრის მიუხედავად გვაქვს იმედი, რომ ერთ დღეს ყველა ცრემლი ჩამოირეცხება და ჩვენ შევახტევთ სიხარულის სრულ სისავსეს მისთან დასწრებით. მეცხრე სწავლება. ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია. ფილიპელთა 3:20 აცხადებს, რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც მოუთმენლად ველით მხსნას, უფალი იესო ქრისტეს. სიტყვა მოქალაქეობა, აქ მოქალაქეობას ან ცხოვრების წესს ნიშნავს. პავლე გვასწავლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ვცხოვრობთ, ჩვენი ნამდვილი მოქალაქეობა ზეცაშია. ჩვენ სხვა სამეფოს ვეკუთვნით და ამ სამეფოს ღირებულებების, პრიორიტეტებისა და იმედის შესაბამისად ვცხოვრობთ. ეს სამყარო ჩვენი სახლი არ არის. ჩვენ უცხოები და მომლოცველები ვართ, რომლებიც მარადიული სამყოფლისკენ მიმავალ გზაზე მიდიან. ეს ჭეშმარიტება განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ არ ვამყარებთ ჩვენს საბოლოო იმედს მიწიერ მთავრობებზე, ეკონომიკურ სისტემებზე ან კულტურულ მოძრაობებზე. ჩვენ არ განსაზღვრავთ ჩვენს ეროვნებას, ეთნიკურ კუთვნილებას ან სოციალურ სტატუსს. ჩვენი ვინაობა ქრისტეშია და ჩვენი ერთგულება მის მიმართაა. პავლე ასევე ამბობს, რომ ჩვენ ველოდებით მხსნელს, ჩვენს უფალი იესო ქრისტეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტეს დაბრუნების მოლოდინში. ეს იმედი არ არის პასიური. ის გვაძლევს მოტივაციას ვიცხოვროთ წმინდა ცხოვრებით, სასწრაფოდ გავავრცელოთ სახარება და ჩავდოთ ინვესტიცია იმაში, რაც მარადიული ღირებულებაა. ეს სწავლება ასევე გვამხნევებს დევნისა და გაჭირვების დროს. როდესაც სამყარო უარყოფს, ცუდად გვექცევა ან არასწორად გვესმის, გვახსოვს, რომ სხვა სამეფოს მოქალაქეები ვართ. სამყაროს მოწონებას არ ვეძებთ. ჩვენ ერთი ადამიანის აუდიტორიისთვის ვცხოვრობთ. ამავდროულად ზეციური მოქალაქეობა არ ნიშნავს, რომ სამყაროსგან შორს ვიყოთ. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიყოთ მარილი და სინათლე, გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი, ვეძებოთ სამართალი და ვიყოთ ღვთის მიერ მოცემული შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების კარგი მმართველები. მაგრამ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენი საბოლოო სახლი აქ არ არის. ეს სწავლება მოგვიწოდებს, გამოვიკვლიოთ ჩვენი პრიორიტეტები. სად არის ჩვენი საგანძური? რა მოიხმარს ჩვენს აზრებსა და ენერგიას? ვაშენებთ მარადისობისთვის თუ მხოლოდ დროებითისთვის? ვცხოვრობთ ზეციური რეალობის გათვალისწინებით, თუ იმდენად ვართ ორიენტირებულნი მიწიერ საზრუნავებზე, რომ გვავიწყდება, სად არის ჩვენი ნამდვილი ადგილი? მეათე სწავლება. მტკიცედ იდექით ღვთის სრული საჭურვლით. ეფესელთა 6:10-11-ში ნათქვამია და ბოლოს ჩემო ძმებო, გაძლიერდით უფალში და მისი ძლიერების ძალით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ ეშმაკის ხრიკების წინააღმდეგ დგომა. პავლე ეფესელთა მიმართ თავის წერილს სულიერი ბრძოლისკენ მოწოდებით ასრულებს. ის ახსენებს მორწმუნეებს, რომ ჩვენ არ ვიბრძვით ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ, არამედ ბოროტების სულიერი ძალების წინააღმდეგ. მტერი რეალურია და ის ცდილობს მოატყუოს, გაანადგუროს და დაიპყროს ღვთის ხალხი. მაგრამ ჩვენ დაუცველები არ ვართ. ღმერთმა მოგცა სრული საჭურველი. ჭეშმარიტების სარტყელი. სიმართლის ჯავშანი. მშვიდობის სახარებისთვის მომზადების ფეხსაცმელი. რწმენის ფარი. ხსნის მუზარადი. სულის ხმალი, რომელიც ღვთის სიტყვაა. ჯავშნის თითოეული ნაწილი წარმოადგენს სულიერ რეალობას, რომელიც გვიცავს და გვამზადებს ბრძოლისთვის. ჭეშმარიტების სარტყელი გვახსენებს, რომ ვიცხოვროთ პატიოსნებითა და სათნოებით, ღვთის ჭეშმარიტებაზე დაფუძნებულნი. სიმართლის ჯავშანი იცავს ჩვენს გულებს, როდესაც ღვთისადმი მორჩილებით დავდივართ. მშვიდობის სახარების ფეხსაცმელი გვამზადებს სასიხარულო ცნობის გასაზიარებლად და ღვთის აღთქმებში მტკიცედ დგომისთვის. რწმენის ფარი აქრობს მტრის ტყუილსა და ბრალდებებს. ხსნის მუზარადი იცავს ჩვენს გონებას ქრისტეში ჩვენი ვინაობის ნდობით. სულის მახვილი, ღვთის სიტყვა, ჩვენი შეტევითი იარაღია ცდუნებას წინ აღუდგეთ და ჭეშმარიტება ვაუწყოთ. პავლე ასევე მოგვიწოდებს, ყოველთვის ვილოცოთ სულით. ლოცვა აუცილებელია სულიერი ომისთვის. ეს არის ის, თუ როგორ ვუკავშირდებით ჩვენს მთავარ სარდალს, ვეძებთ მის ხელმძღვანელობას და მტკიცედ ვდგავართ მის ძალით.
ეს სწავლება გვახსენებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება არ არის პასიური. ჩვენ ბრძოლაში ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვიბრძვით საკუთარი ძალით. ჩვენ ძლიერები ვართ უფალში და მისი ძლევამოსილების ძალით. როდესაც ღვთის სრულ საჭურველს ვიცვამთ და მტკიცედ ვდგავართ, არ დავმარცხდებით. მოწოდება მტკიცედ დგომის შესახებ ამ მონაკვეთში სამჯერ მეორდება. ჩვენ არ ვართ მოწოდებულნი, რომ შიშით წინ წავიტიოთ ან უკან დავიხიოთ. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, მტკიცედ ვიდგეთ, ერთგულები დავრჩეთ, ჩვენი პოზიცია შევინარჩუნოთ. და ამით ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის და გამარჯვებას მოგცემს. მოციქულ პავლეს სწავლებები უბრალოდ ისტორიულ თეოლოგიაზე მეტია. ისინი ცოცხალი ძლიერი ჭეშმარიტებებია, რომლებიც დღესაც ცვლის ცხოვრებას, ისევე როგორც 2000 წლის წინ. რწმენის მეშვეობით მადლით ხსნიდან სულიერ ბრძოლაში მტკიცედ დგომისკენ მოწოდებამდე, პავლეს სიტყვები გვაძლევს საშუალებას, ვიცხოვროთ ერთგულად, როგორც ქრისტეს მიმდევრები, ყოველთვის და ყველა ვითარებაში. ეს 10 სწავლება გვახსენებს, რომ ქრისტიანობა არ ეხება ადამიანის ძალისხმევას ან რელიგიურ ქმედებებს. ეს ეხება ღვთის მადლს, ქრისტეს დასრულებულ საქმეს და სულიწმინდის ძალას, რომელიც ჩვენში მოქმედებს. ჩვენ მადლით ვართ გადარჩენილები, რწმენით ვართ გამართლებულები და ქრისტეში ახალქმნილებებს ვხდებით. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიაროთ სულით, ღრმად გვიყვარდეს, ტანჯვა იმედით გაუძლოთ და ვიცხოვროთ, როგორც ზეცის მოქალაქეები. პავლეს წერილები გვაიძულებს, გვაგუჯებს და მოგვიწოდებს რწმენისკენ, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული ჭეშმარიტებაში და პრაქტიკულად გამოხატულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი გვაჩვენებენ, რომ სახარება არა მხოლოდ ისაა, რისიც გვწამს, არამედ ის, რითაც ვცხოვრობთ. ის აყალიბებს ჩვენს იდენტობას, ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს მიზანს და ჩვენს იმედს. დასასრულს მინდა წაგახალისოთ, რომ ეს სწავლებები გულთან მიიტანოთ. ნუ მისცემთ მათ თქვენს გონებაში მხოლოდ ინფორმაციას. მიეცით სულიწმიდას საშუალება, რომ მათი მეშვეობით თქვენი ცხოვრება გარდაქმნას. თავად შეისწავლეთ პავლეს წერილები. დაფიქრდით ამ ჭეშმარიტებებზე. ილოცეთ მათ შესახებ. იცხოვრეთ მათი მიხედვით. გაუზიარეთ ეს უწყება მათ, ვისაც მისი მოსმენა სჭირდება. მოდით, ერთად ვიმუშაოთ სახარების გასავრცელებლად და ერთმანეთის რწმენაში აღსაშენებლად. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, ღმერთისა და მამის სიყვარული და სულიწმიდის ზიარება იყოს თქვენთან ახლა და უკუნითი უკუნისამდე.